TBC ბიზნესისთვის რუბრიკით ვაგრძელებთ ჩვენს ეთერს და ჩვენი ერთობლივი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში უნდა გაგაცნოთ მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე სახელწოდებით დაფნა, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულო არის მოქცეული. დაფნას ამბავი 2017 წლიდან იწყება და დღემდე ძველ თბილისში გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. სწორედ ამ იდეას გაყვნენ და მივიდნენ ბათუმამდეც, სადაც სულ ახლახან გაიხსნა დაფნას კიდევ ერთი კაფე, ზღვისპირა ქალაქშიც მთავარი ამოსავალი წერტილი, ისტორიული წარსულის მქონე შენობა იყო და საბოლოოდ მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცნობილი ბათუმელი ექიმის პლატონ გიგინეიშვილის სახლს მიაგნეს. როგორ და რატომ იქცა დაფნა გამორჩეულ ადგილად და რა ეტაპზე ჩაერთო TBC დაფნას ბიზნეს განვითარების პროცესში. ყველაფერს დანარჩენს უკვე ჩვენი სტუმრისგან მოვისმენთ. საქმედილო სტუდიას ნიკოლოზ მამეიშვილი რესტორანი დაფნასთან დამფუძნებელი შემოუერთდა. დილამშვიდობისა ნიკოლოზ. მოგესალმებით. გამარჯობანი. როგორ ზანდებთ? კარგად, თავად. კარგად. როგორ მიდის ბიზნესი დავიწყო დავით? საკმაოდ ნორმალურად. ანუ იმ ტემპებით რა სტრატეგიაც ჰქონდა. გეგმა ჯერჯერობით ხდება იმ რეალობას, რაც აქვს. დიახ. თუმცა ალბათ მეგაპოლისურად, ქართულ მეგაპოლისებზე რო ვილაპარაკოთ, განსხვავება თბილისსა და ბათუმს შორის იქნება და თვალშისაცემია ეს ყველა ბიზნესში ასეა და თქვენი ბიზნესი ვერ იქნება გამონაკლისი. კი ბატონო, ანუ ჯერ დავიწყოთ ეკიდა რომ დაფნა თბილისში ძალიან დიდი ხანია არსებობს და ამან რა თქმა უნდა თავისი გავლენა მოახდინა. ხოლო ბათუმში შარშან გავიხსენით 2024 წელს და როგორც წესი ყველა ამ ტიპის ბიზნესს სჭირდება პერიოდი რომ ბაზარზე ფეხი მოიგებს. იმედი მაქვს რომ მართალი ხართ, დიახ. უკვე ერთ წელი იქნება გასული ამ ზაფხულს და შესაბამისად ველოდებით ზრდას. თბილისმა შეძლო ნიკა და შეგიძლია თუ არა დამიდასტუროთ რომ 24/7-ზე 365 დღე, ანუ ყველა სეზონზე დაეჭირა ზოლი და ამ მხრივ მდგრადობა არის. ახლა ტურისტულად შეიძლება იყოს ჩავარდნები და აღმასვლები, ესეც სეზონური მომენტია, მაგრამ სხვა მხრივ, რასაც თქვენ ადგილობრივ კლიენტებს, ადგილობრივ სტუმრებს ეხება, ეს ზოლი დაჭერილია, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ანუ ზოგადად ამ ბიზნესზე ბევრი გარე ფაქტორები მოქმედებს გარდა ტურიზმისა, თუმცა მთლიანობაში შემიძლია დავადასტურო, რომ თბილისის რესტორანი გახსნის დღიდან დღემდე სტაბილურად მიიწევს მაღლა და მაღლა. და შესაბამისად TBC-ის ესე თბილისის რესტორანი გახდა იმის ფაქტორიც რომ ბათუმში უკვე მეორე რესტორანი გაგეხსნათ და სწორედ ამ ნაწილში შემოვიდა TBC ბანკი დახმარების ნაწილში. კი ბატონო, რა თქმა უნდა თავიდანვე გაჩნდა იდეა რომ მის პოპულარობიდან გამომდინარე მომხდარიყო გაფართოება, ეს გაფართოება ან უნდა მომხდარიყო თბილისში, ან სხვა ქალაქში. და გამომდინარე იქიდან რომ ხო ჩვენ ყველა ჩვენი სენტიმენტები გვაქვს ბათუმის მიმართ და მოგწონს ეს ქალაქი, გადავწყვიტეთ რომ ეს ადგილი ყოფილიყო ბათუმი. ვიპოვეთ ადგილი და ამის შემდეგ რა თქმა უნდა კი ბატონო შემოვიდა TBC ჩვენს მხარდამჭერად ფინანსური მხარდაჭერა და ლიზინგის მხარდაჭერა გაგვიწია, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენთვის. რა არის ის კონცეფცია, რაც გამორჩეულად შეგვიძლია ჩავთვალოთ დაფნას შემთხვევაში და რატომ არის ის მთავარი ამოსავალი წერტილი, რომ აუცილებლად დაფნა უნდა იყოს ძველ შენობებში? იმ პერიოდში, როცა დაფნა გავხსენით, ფეხს იდგამდა, ასე ვთქვათ, განსხვავებული ტიპის რესტორნები, ძირითადად იმ პერიოდისთვის სახეკლეები არსებობდა ჩვენთვისნაც რომ ტრადიციულ გარემოში ვიზუალურად გულისხმობ. გადავწყვიტეთ რომ ეს შეგვეცვალა, შემოგვეტანა ახალი არატრადიციული ფერები, ვთქვათ, სახეკლეში, გარემო და ამ ყველაფერს სჭირდებოდა იქიდან გამომდინარე რომ ვიზუალი ჩვენი რაც ავარჩიეთ იყო მინიმალისტური, აუცილებლად სჭირდებოდა რაიმე რაც გამოარჩევდა ვიზუალს, მაგიტომ გადავწყვიტეთ რომ ეს არ ყოფილიყო ვთქვათ ახალი შენობა, არ ყოფილიყო სტანდარტული ასე ვთქვათ ევრორემონტით და ყოფილიყო ძველი შენობა, რომელიც უკვე გვაძლევდა იმის გარანტიას რომ ამ შენობას უკვე თავისი ისტორია აქვს, ამ ვიზუალს უკვე თავისი ისტორია აქვს და ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის გარეშე ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ობიექტისთვის. და კიდე ერთი კითხვა ჩემგან ყოველ შემთხვევაში ბოლო ეხება დაფნას განვითარებას, ნიკა. ანუ თქვენ ჩამოთვალეთ პარტნიორები, როგორც საკუთრივ თქვენს კომპანიაში, ასევე ფინანსური პარტნიორები, რომელსაც ყველა მიმართავთ, როცა ბიზნესის განვითარება ან ვიღაცას დაწყება სურს, რა გეგმებით ხართ წარმოდგენილი მიმდინარე საოპერაციო ყოველდღიურობის გარდა
რომელიც ბათუმს და თბილისს ფარავს, დარწმუნებული ვარ აკვირდებით დედაქალაქის და ასევე სხვა ქალაქების განვითარებასაც. არის თუ არა რაიმე იდეები დაფნას ბრენდის შემდგომი განვითარების? კვალ და კვალ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველი მიზანი რა თქმა უნდა არის ის რომ ბათუმის ფილიალი გახდეს ისეთივე პოპულარული და წარმატებული როგორც თბილისის ფილიალია და რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანი, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, ფიქრობს განვითარებაზე, პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი არის საქართველოს მასშტაბით განვითარება, იგივე თბილისის ფილიალი, ან განსხვავებული ტიპის რესტორნის გახსნაც არის ასევე ჩვენს მიზნებში, რომელსაც მალე შეიტყობთ იმედია. საბოლოო ჯამში ალბათ ძალიან დიდი სიამოვნებით ქვეყანასაც გავწდებოდით, ოღონდ შესაბამისი გარემო თუ იქნება სიამოვნებით. გეგმაში გვაქვს ყოველ შემთხვევაში. ესეც იქნება, დარწმუნებული ვართ და BMG-ც ის იქნება, რომელიც პირველი მოისმენს დაფნას წარმატებების და სიახლეების შესახებ. მადლობა. მადლობა ნიკოლას სტუმრობისათვის. ნიკოლას მამეიშვილი რესტორანი დაფნას თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.